ბატონ ქეთ გუმბაზია ჩვენთან სტუმრად. ბატონ ნოდარი თავის ერთ-ერთ ჩანაწერს ასე იწყებს, მე ხა ციტირებას გავაკეთებ, გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო. უნივერსიტეტის წინ ჭადრის ჩრდილში ერთ. კი ბატონო, სიამოვნები და ხო ანუ რაზე საუბრობდა ბატონ ნოდარი პირველი და მეორე ამ შემთხვევაში, როგორც წელს სახლის ხელმძღვანელს მინდა კითხოთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის იმას თუ რამდენად სწორედ გადასცემს ერთი თაობა მეორე თაობას ღირებულებებს, ფასეულობებს. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ დღევანდელ თაობას ბავშვებს როგორ უნდა გადავცეთ ანა კალანდაძის შემოქმედება? მე მაქვს ერთი ჯადოსნური წიგნი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე, როდესაც მწერლებზე არის საუბარი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ვერაფერს ვიტყვი უფრო ძვირფას ვიდრე ამ წიგნში წერია. ეს არის ამონარიდები მამას შემოქმედებიდან. ეს არის წერილები, რომელსაც ის თავის მეგობრებზე და კოლეგებზე წერდა. ამ წიგნს ქვია ნაფიქრალი, ესეთი გაფორმებაც ისეთია, მამას ნახატია, აყვავებული მზე ქვია ამას. ამ ნახატს ყაყაჩოები ამოსული მზეზე. მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი რამ მახსოვს. მე მახსოვს მამას ყურში მესმის ჩემი ანიკო, ესე ეძახდა ქალბატონ ანას. მე მახსოვს საოცარი თვისება ჰქონდათ მაშინდელ მწერლებს, არ ვიცი, მე მგონი თითოეულა მაინც არის ახლა შემორჩენილი ადამიანები, რომლებსაც აღფრთოვანება შეუძლიათ თავიანთი კოლეგის ნაწარმოებით. მე მახსოვს როგორ რეკავდა მამა ანა კალანდაძესთან, როცა პარასკეობით ლიტერატურული გაზეთი მოვიდოდა და წაიკითხავდა ანას ლექსებს, როგორ დაურეკავდა და ეტყოდა რაკენი ანიკო ეს რაკენი. მე ხა წაგიკითხავთ ნაწყვეტს ჩანაწერს აი ამ წერილიდან, რომელიც ანა კალანდაძეზე აქვს მამას დაწერილი. გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო. უნივერსიტეტის წინ ჭადრის ჩრდილში ერთ ვიღაცას გაზეთი ლიტერატურა და ხელოვნება გაეშალა და მეორეს უკითხავდა, ნახე რას წერს, ყაყაჩოს ღვინო სალხინო, ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ, არ გამიგიაო, ეუბნებოდა მეორე და იცინოდა. 1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში, გაზეთი არ ჰქონდათ. შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში, გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი, გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი ლიტერატურა და ხელოვნება გაწყდა. ჩათვლა ჰქონდა ეკონომისტებს ფულსა და კრედიტში. 27 კაცი ველოდით ლექტორს, აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა. მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა. გაზეთი ლიტერატურა და ხელოვნება გამომიწოდა და მითხრა, ჩიტაი დუმბაძევ, სლუხ ჩიტაი. ვკითხულობდი და რა ქალი ხელის გულის ცატარები, რა თვალები ელვის ცეცხლის დამჭერი, ბოშა ქალი ვარსკვლავების სადარები შეხედეს და შეუკურთხეს გამჩენი. რომ დავამთავრე, არავის არ უკითხავ, შეიძლებოდა თუ არა ხელის გულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისთვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხში შველა სიარული და სხვა ამგვარი. ყველა მე მიცქეროდა და მე კი ყველას ასეთი საყოველთაო განსვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა. იმ დღეს ჩათვლა ყველა მიიღო. თქვენ მკითხეთ, რომ ბავშვებს როგორ შევაყვაროთ პოეზიაო. სახლიდან იწყება, ოჯახიდან ყველაფერი. და რა ვიცი, მწერალთა სახლშიც ვცდილობთ ჩვენ შაბათ კვირას გვაქვს ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი პოეტი, პედაგოგი ქალბატონი ნინო ქადაგიძე საქვს შეხვედრები ბავშვებთან და იქ რა თქმა უნდა ანაზეც არის საუბარი და ბევრ სხვა ქართველ მწერალზეც.
და რა ვიცი, არა, რანა კალანდაძე ისეთი მოვლენაა, რომ მას ქართველი არ იყავს პატრონად, მას არ ჭირდება ზედმეტი რაღაც, არ ვიცი რა სიტყვა თქვა, მიწოლა თუ დახმარება, რომ აი ქალბატონი ანას პოეზია იმდენად ცოცხალია, რომ სანამ საქართველოს ცოტა გასვეთილი ფრაზა კია, მაგრამ სანამ საქართველოს არსებობს, ანა კალანდაძეს იარსებებს აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა.